სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. ჩვენთან არს მერთი. ერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და შეგეწიოთ სიონის მადლი. ადამიანის მიწიერი ცხოვრება არის ცვალებადი. იგი არ არის სწორხაზოვანი, არ არის მდგრადი. ადამიანის ცხოვრება გავს წუთისოფლის გზას, ჩვეულებრივ გზას, რომელსაც არ აქვს ერთი მიმართულება. არ არის თანაბარი, არამედ აღმართს დაღმართი მოსდევს. და მართლაც ესე არის ჩვენი წუთისოფელი, ესეა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების გზა. ვიცვლებით ჩვენ დროის მიხედვით, ცვალებადია ჩვენი ხასიათი, ჩვენი სულიერი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი გარეგნული, მატერიალური, ფიზიკური თუ ქვეყნიური მდგომარეობა. ერთ სიტყვით ადამიანი ესეთ ცვალებად მდგომარეობაში, არამდგრად მდგომარეობაში ცხოვრობს. ხანდახან გვეწევა სიხარული და ბედნიერება, გარდამოდის ჩვენზე მადლი უფლისა. ამას მოსდევს შემდგომ წუხარება, განსაცდელი ტკივილი, ჯანმრთელობას ავადმყოფობა და უძლურება ცვლის და ასე შემდგომ. აი მართლაც თუ გადავხედავ ჩვენი განვლილი ცხოვრების გზას, სულიერი ცხოვრება მოიცავს დაცემისა და აღდგომის პერიოდებს და ერთობლიობას. მართლაც რა იწვევს ყველაფერ ამას? სანამ ადამი პირველი კაცი ცხოვრობდა სამოთხეში, მაშინ მას არ ჰქონდა ეს განსაცდელები, ეს ტკივილები, ეს უძლურება, არამედ ის სულიერ სიხარულში, ნეტარებაში, ბედნიერებაში იყო და მან არ იცოდა რა იყო ტკივილი და რა იყო მწუხარება, რა იყო უძლურება. მას შემდეგ რაც პირველმა ადამიანმა იგემა გემო ცოდვისა, ანუ დაარღვია ცნება ღვთისა, დაირღვა ჰარმონია ღმერთსა და ადამიანს შორის. აი მას შემდეგ ჩვენ ცხოვრობთ წუთის სოფელში, რომელიც არის მწუხარების, განსაცდელების, ტკივილების, ხანდახან სიხარულის, რა თქმა უნდა, ამის გარეშე შეუძლებელია მთელი ასპარეზი. და მართლაც, როდესაც ადამიანი ჩადის ცოდვას, ცოდვა არის კედელი ღმერთსა და ადამიანს შორის, ცოდვა არ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი უკვალოდ ქრება. არ ქრება, არც ერთი ცოდვა, თუნდაც უნიშნელო. რა თქმა უნდა, უფალმა ყოველივე იცის, მაგრამ თითოეული ცოდვა ამავე დროს რჩება ჩვენში. აი როგორც ავიღოთ ჭურჭელი, რომელშიც არის სითხე და რაღაცა ქვიშა იყრება მასში. ის ილექება, ის უკვალოდ არ ქრება. აი ეს ცოდვა, თითოეული ცოდვა რაღაცნაირი ესეთი დანალექი ხდება ჩვენს სულში და გონებაში. აი ამ დანალექს, აი ამ სიმძიმეს გააჩნია ვის ამდენი ცოდვა გააჩნია. აი ამ სიმძიმეს თითოეული ჩვენთაგანი ვატარებთ საკუთარ თავში, საკუთარ ცხოვრებაში. შემდგომ აი ეს ჭურჭელი, ასე ვთქვათ, პოულობს თავის გამოვლინებას ამა თუ იმ სამწუხარო მდგომარეობით, ან რაღაც ტრაგედიით, ან სულიერი დაავადებით, ან თუნდაც ფიზიკური დაავადებით, ასე რომ ის იჩენს თავს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება. ღვთისნება არ არის, რა თქმა უნდა, რომ ადამიანის ცოდავს, რომ ადამიანს რაიმე ტკივილი ან მწუხარება ან განსაცდელი ან ავადმყოფობა ადგება, მაგრამ ყველაფერი არის ღვთის დაშვებით. იმიტომ რომ სურს უფალს, რომ ამა თუ იმ განსაცდელით, რომლის მიზეზი არის არა ღმერთი, ესე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ მიზეზი არის ჩვენი ცოდვა, აი რომ ღვთის დაშვებით ის, ასე ვთქვათ, პოულობს რამენაირ გამოვლინებას. აი რომ შევადაროთ დაუშვათ ადამიანის რაღაც ფიზიკური ჭრილობა მიიღო და შემდგომ რაღაც აი ანთებითი რაღაც პროცესი წავიდა და სხეული ტკივა მას, რომელიმე ნაწილი სხეულის და გატყობინებს ორგანიზმი, რომ იქ ყველაფერი წესრიგში არ არის. აი ასეთივე სულიერი გამოვლინება გააჩნია თითოეულ ცოდვას, რომელიმე განსაცდელის სახით. შეიძლება ეს იყოს ფიზიკური ავადმყოფობის სახით გამოვლინებული. ეს კარგია, რომ ესე ხდება, რომ ადამიანს რაღაც წუხილი ადგება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანმა სულიერი თვალი გაახილოს, გონების, თქვა სულიერი განშა გამოავლინოს და საკუთარ თავს დაუფიქრდეს და თქვას, რომ ყველაფერი
სულში შინაგანა წესრიგში არ არის. ამიტომაც მტკივა მე, ამიტომაც არის წუხარება, ამიტომაც მომდის წრემლი და ასე შემდგომ. ერთ სიტყვით, ესა თუ ის უძურება ან განსაცდელია ნავადყოფობა, ეს არის ჩავთვალოთ ასე საღმრთო ძახილის ხმა, რომელიც გეძახვის მაშინ, როდესაც ხარ ამა თუ იმ განსაცდელში და უშუალოდ სახს ცეცხლი უკიდია, შენში გძინავს და ამ დროს უფლის ხმა გეძახვის. ადექი გაიღვიძე, გამოდი გარეთ, შიგნით ხანძარია. აი, ბედნიერი ადამიანი, თუ კი ამა თუ იმ განსაცდელის ან ტკივილის დროს, აი ასე გულისხმე ყოფს საკუთარ უძლურებას, საკუთარ დაცემას და საღმრთო ძახილის ხმას და ჩათვლის ასე რომ აი ამ ტკივილითა და განსაცდელით უფალი მაფხიზლებს, რომ მეუბნება, რომ განიკურნეს სული, იფიქრე სულზე, მარადიულობაზე და შენ იპოვი ნუგეში და ბედნიერებას. მაშინ, როდესაც ადამიანი დაფიქრდება და იპოვის სწორ, ასე ვთქვათ, ანალიზს, თუ რატომ სტკივა მას, რატომ არის აი ამ მდგომარეობაში, რატომ სწუხს ის სულიერად თუ ფიზიკურად, შემდგომ უკვე მას ეუფლება სინანული, რომელიც არის უდიდესი მადლი ღვთისა, უფალი მას კურნავს და ადამიანი თავისუფლდება აი ამ განსაცდელისა და ტკივილისაგან. აი ესე რომ უფალი მზრუნველობს ადამიანს. არსებობს ტკბილი წამალიც და არსებობს მწარე წამალიც. არსებობს გარეგნული კურნალობის სხვადასხვა საშუალებები და არსებობს კიდევ უფრო ღრმა ოპერაციული ჩარევა, როდესაც სხვანაირი გამოსავალი არ არსებობს. ასე რომ უფალი არის ჩვენი კურნალი, ჩვენი შემწე, ჩვენი მფარველი, ჩვენი დამცემი და ჩვენი აღმადგინებელი. აი დღეს მოისმინეთ წაკითხო სახარებაში თუ როგორ განკურნა უფალმა ერთ-ერთი განღვეული ადამიანი. სიტყვით განკურნა მან. ჩანს აი ამ ეპიზოდიდან რომ აი ამ ადამიანის დაავადების მიზეზი იყო ცოდვა. მან ჩაიდინა ცოდვა. არა ერთი, არამედ მრავალი შეეჩვია ცოდვას. აი ცოდვას ესეთი რაღაც შეფარული თვისება გააჩნია. ჯერ იგი მოქმედებს, ანუ იგივე ეშმაკი, რა თქმა უნდა, ბოროტი ძალა. მოქმედებს ადამიანის გრძნობის ორგანოებზე, თვალით, ხედვით, გემოთით, ნოსვით, ჩეხებით და ასე შემდგომ. შემდგომ ადამიანი ერთგვარად ამყარებს კონტაქტს, ანუ ურთიერთობას ცოდვასთან, გაიხსენეთ როგორ ამყარა ურთიერთობა, როგორ გააბა საუბარი ევამ გველთან, მოიხიბლა იმით. შემდგომ თვალით იხილა ნაყოფი, წარმოედგინა მისი გემო. დაიჯერა ის სიტყვები, რა მოუვიდოდა მას, თუ კი აი ამ შეთავაზებას მიიღებდა ერთ სიტყვით საკუთარ გონებაში. ააგო ერთგვარი, ასე ვთქვათ, წარმოსახვა აი ამ ცოდვის შედეგად, აი ამ ნაბიჯის გადადგმის შედეგად, თუ რას მიიღებდა ის სანაცვლოდ და დათანხმდა მას. ასევე ვარ თითოეული ჩვენთაგანი. უცებდა მეხსეულად არაფერი არ ხდება. ნელ-ნელა ადამიანში, ასე ვთქვათ, შემოდის ფესვები აი ამ ცოდვისა. თვალი, ხედვით, შემდგომ ის გადაეცემა გონებას, თუ კი გონებამ ვერ გაანალიზა კარგად, თუ კი არ გაარჩია კეთილი და ბოროტი, ის ღებულობს ამას, როგორც თავისთვის სასარგებლოს. შემდგომ ის ჩადის გულში და ადამიანის გულში და სულში დამკვიდრდა ვნება და გახდა იგი როგორც საკუთარი თვისება და მისიათა საკუთარი ჩვევა. დამთავრდა უკვე იმ ადამიანის გულში შედის ბოროტი ძალა, ანუ ეშმაკი იბუდებში. ძალიან ადვილია, როდესაც ცოდვას მხოლოდ გარეგნული სახი გააჩნია, ანუ მხოლოდ გარედან ებრძვის ბოროტი ძალა, ადვილია თავის დავწევა და გაცილებით ძნელია იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, როდესაც თელს შინაგან სულიერ სამყაროს მოედება ესა თუ ის ცოდვა. არა აუცილებელი ადამიანი მან დამაინც რაღაც გიჟად გარდაიქმნას და ქვებისროლა დაიწყოს. აი ნებისმიერი მნება, ნებისმიერი ცოდვა, რომელიც გახდა როგორც ხასიათი და თვისება ჩვენი, დამთავრდა იმ ადამიანს უკვე იმ ცოდვის სახით ეპატრონება ეშმაკი. ის ადამიანი აღარ არის თავისუფალი, ღვთისმქმნელება და არსება, ხატადამს გავსად დაბადებული. არ არის თავისუფალი, იმიტომ რომ მან აი ამ ცოდვის შედეგად დაკარგა თავისუფლება. და მართლაც საკუთარი თავიდან ან ნებისმიერი სხვა ადამიანიდან გამომდინარე, გამოცდილებიდან გამომდინარე,
ჩვენ ხშირად გონია შემთხვევა გვინახი ადამიანი, რომელსაც ისე ღრმად, ასე ვთქვათ, შეთვისები აიესვნება, რომ ვერ აღწევს თავს. ან არ უნდა თავის დაღწევა, ან უნდა, მაგრამ უკვე ძალები აღარ ყოფნის. იმიტომ რომ მათ შევიდა მასში ოროდი ძალა ან ვეშმაკი. აი ამ დროს ადამიანზე ეშვება, ასე ვთქვათ, ტკივნეული შე შემთხვევაში, მაგრამ განსაცდელები შეიძლება იყოს ეს სულიერი და შეიძლება იყოს ესე იგი ფიზიკური. და მადლობა უფალს იმისათვის, რომ ღმერთი არ ტოვებს ადამიანს. აი წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერ ცოდვაში ყოფ ადამიანზე უფალმა დატოვოს უმრავლობა. ეს რა თქმა უნდა წარმოუდგენელია. შე შემთხვევაში ადამიანი ტვინავს, აი ხანდახან ფრაზი მოგდის ან მოუთმენლობა გჭირს, რომ რატომ ხდება ესე, რატომ ტკივა, რატომ ხშია, რატომ ვართ ესეთ მდგომარეობაში და კითხვები ისმება სულ სხვა მიმართულებით. და უფრო უარესით შე შემთხვევაში ადამიანი განიკითხავს, ну რაღაცას, აი შეიძლება ღმერთი არ იცოდეს, მაგრამ რაღაც ბუნებას, რაღაც არსებას, რაღაც ძალას, ან სხვა ადამიანს ღმერთმა დაიფაროს და ღმერთსაც განიკითხავს, რომ რატომ ღმერთო, რატომ ვარ ესეთ მდგომარეობაში, რატომ ტკივა? არა და კითხვები უნდა ისმოდეს პირიქით საკუთარი თავის მიმართ. რატომ ხარ ესეთ მდგომარეობაში? იმიტომ რომ სწოდა, იმიტომ რომ დაშორდი უფალს. იმიტომ რომ ღმერთმა გაგაჩინა ნეტარებისათვის, ბედნიერებისათვის ყოველ შენ საკუთარი ავიქმედებით, საკუთარი ცოდვით, იგი წაართვი საკუთარ თავს. პირველ რიგში საკუთარ თავს წაართვი ცნობიერება ერთი ჭეშმარიტი ღმერთისა, საკუთარ თავს წაართვი თავისუფლება, სხვა არავინ არ გვართვეს თავისუფლებას, არ იფიქროთ, რომელიმე დამპყრობელი, რომელიმე მტერი, სხვა. არც ეშმაკს არ აქვს იმის ძალაუფლება, იმდენად მიცემული, რომ თუ კი არ იქნება ჩვენი ნება, იგი შემოვიდეს და დაგვეუფლოს ჩვენ. ეს არავინ არ თქვას, ხშირად ვიცით ხოლმე გადავრალება, რომ აი ეშმაკმა მაცდუნა, ასე მოხდა, სხვისი ბრალია და ასე შემდგომ. გარეგან მიზეზებს ვეძებ. გარეგნული მიზეზი არ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, დამარცხებელი, ყველაზე დიდი ბოროტი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, საკუთარ სულში. თუ ჩვენი ნება არ არის, ეშმაკი ვერ შემოვა ჩვენში. ჩვენი ნება იყო, როდესაც გაუღეთ მას რომელიმე გულის თქმით კარები. აი რომელიმე ცოდვა შევეთვისეთ, გვესიამოვნა, მოგვეწონა, რა კარგი ყოფილა თურმე, ყველაფერი ეს დიდება, პატივით, ნებისმიერი რა ცოდვა. და ჩვენივე ნებით გაუღეთ გულის კარები. შემოვიდა ჩვენში, გაბატონდა ის და უკვე დაგვიმონა. აი ეშმაკი გავს ასეთ მოყარეს ჭალებში, რომელიც მტრად მოსულა. თავიდან მოდის როგორც მოყარე, როგორც ჩვენი კეთილის ყოფილი, როგორც ჩვენი ბედნიერების მომიჭებელი, ნებისმიერი სხვადასხვა საშუალებებით, პატივით, დიდებით, გულით, რაღაც სიამოვნებებით თუ წუთისოფლის ხიბლით და საზრუნოებით და ასე შემდგომ და თავაზობს, რომ მე შეგიქმნი შენ იმ ბედნიერებას, იმ დიდებას, რომელიც შენ ახლა არ აგაქვს. შემდგომში ეს არის, რა თქმა უნდა, ყალბი და მოჩვენებით. შემდგომ უგებ მას ერთი წამით კარებს და გეუბნება ეს, მხოლოდ ერთი წამით შემომიშვი, მეტი არ მინდა. მხოლოდ ერთხელ გააკეთე. სხვა დროს არ შეგაწუხებ. აი ეს ნახე რა ლამაზია და ასე შემდეგ და 100 თვალითა და 100 ყურით, ესე იგი აი გიპრობს აი ამ თავისი ცდუნებებით. მაშინ როდესაც ადამიანმა ერთადერთი სასოება მიაპყრო უფალს, მხოლოდ შენ ხარ ჩემი შველელი უფალო. აი ეს სულისკვეთება, ესეც არწმუნება დაინახა ქრისტე. და იგივე ხდება დღევანდელ დღესაც. აი მაშინ როდესაც უფალი დაინახავს ჩვენში, სინანულს აიღებს აი ამ განსაცდელს, იმ ტკივილს. და შეიძლება ეს ტკივილი რაღაც პერიოდი გაგრძელდეს კიდევაც. მაგრამ იცით რაშია განსხვავება ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის? როდესაც ურწმუნოს ტკივა რაიმე, ის იტანჯება არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერად. იმიტომ რომ მას ასოება, იმედი არ გააჩნია. მას სულიერი საყრდენი არ გააჩნია. რამ განკურნოს, წამალი არ შვერის, არაფერი. ადამიანისგან უგეში არ არის. და რწმენაც არ აქვს, არც მარადიულის, არც აქვე, ისე ვთქვათ, მიწიერის იმედი. ხოლო მორწმუნეს თუნდაც ტკიოდეს, მაგრამ მას ჰქონდეს რწმენა, სიყვარული უფლისა და მარადიული ნეტარი ცხოვრების იმედი თავისი აი ამ ტკივილების განწმედის საფასურად, ის ადამიანი იმდენად ტკივის ვერ ძნობს. მას რომ ვკითხო, მისთვის ეს არის, ბავშვად,
რაღაც ღვთის მოწყალების ერთ-ერთი საშუალება ამობს. მადლობა უფალს იმისათვის, რომ ეთყობა ღმერთს, აქვე უნდა აი ამ წუთისოფლში ჩემი განწმენდა, ხოლო იქ იმისა ანჯვისა და ნერვის საფასურად მარადეულ ნეტარ ცხონებას. და მართლაც წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც აი ასე სულიერად ფიქრობს, სულიერად აზროვნებს. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ტკივილი არის ერთგვარი ჯოხი, ასე ვთქვათ, ღვთის ხელში, რომლითაც ის თავის სამწსოს წემსავს, რომ აი მიუთითებს, რომ აი აქეთ არის გზა. იქნებ აი ამ უზურებითა და ავადმყოფობით ფიქრობს ესეთი მორწმუნე ადამიანი, რა განსაცდელს, რამდენ ცოდვას გადამარჩინა მე უფალმა. შეიძლებოდა მართლა ჯანსაღად რომ მეცხოვრა ისე დამემთავრებია ჩემი წუთის სოფელი, რომ ღმერთი არც გამხსენებოდა, სულ აი ამ ცოდვაში ყოფილიყავი და ბოლოს ჯოჯოხეთში მოხვედრილიყო ჩემი სული. აი ამ დროებითი ტანჯვით ფიქრობს მორწმუნე ადამიანი, მე უფალმა მარადიული სიცოცხლე მომისადა. და მართლაც ესეთი მაგალითები უამრავი არის. გაიხსენეთ გლახაკი ლაზარე, რომელიც დიდრის კარიბჭესთან იწვა, დროებითი ასე ჩავთვალო წუთიერია ეს წუთის სოფელი ტანჯვა დაითმინა, მაგრამ სამაგიეროდ აბრაამის წიაღში დაიმკვიდრა. გაიხსენეთ მართალი იობი, მართალი კაცი იყო. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, მხოლოდ რომ რაღაცნაირად ხშირ შემთხვევაში ესეა რა თქმა უნდა და ჩვენ ცოდვილებს ესე მოგდის, რომ ავადმყოფობა რაღაც ცოდვის მიზეზია და ეს მართალია, მაგრამ ხდებოდა ისე, რომ უფალი მართალ ადამიანებზეც, აი წმინდა ადამიანებზეც უშვებდა ტკივილსა და განსაცდელებს. პირველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ცოდვის შედეგად ისჯება ადამიანი და ეს უბრალოდ დასჯა კი არ არის, ეს სიყვარულით, ასე ვთქვათ, დადებული ერთგვარი განსაცდელი ადამიანს, რომ ადამიანი გამოსწორდეს. და მეორე შემთხვევაში, მართლებზე და წმინდანებზე, იმიტომ ეშვება რომელიმე ტკივილი და უძურება, რომ ადამიანი არ გაამპარტავდეს თავისი სიწმიდით, თავისი რომელიმე ღვაწლით, აი ბერები იყვნენ უდაბნოში მოღვაწეები, ისინიც ავადმყოფობდნენ. შეიძლება დასვათ კითხვა, ისინი ხო მართლები იყვნენ, თავი უფალს მიუძღვნეს. რატომ ავადმყოფობდნენ ისინი? მოციქულები ხდებოდნენ ავად, იმათ რომ ტკივილა ჭირი გადაიტანეს, ვინ გადაიტანა ამდენი და ბოლოს მოწამე უპირად აღასრულებენ. იმიტომ რომ აი ესე მოღვაწე და მართალმა ადამიანმა არ იფიქროს, რომ მე უკვე ანგელოზი გავხდი, რომ მე ამაღლდი, მე აი ხებზე მეტი ვარ, არ გაამპარტავდეს. ამიტომაც უშვებს უფალი. ესეთებზე რაიმე განსაცდელს, რომ ადამიანმა არ დაკარგოს შეგრძნება და შემეცნება იმისა, რომ ისიც ადამიანია, ისიც ცოდვილია. აი თუ კი ადამიანმა დაკარგა იმის განცდა, რაოდენ სიწმინდეზეც არ უნდა იყოს ის, მართლა რომ სასწაულებს აფრენდეს, რომ ის არის ცოდვილი, ყველაზე უფრო ცოდვილი. მაშინ ის ადამიანი ყველაზე უფრო დიდად აცემა. აი ადამიანმა რომ იფიქროს, რომ მე წმინდანი ვარ, ეს ყველაზე დიდი დაცემა ადამიანის, რომ მე მართალი ვარ, რომ მე ყველაზე დიდი მორწმუნეა, მე ყველაზე წინ დგავარ, ასე ვთქვათ, ჩემი რომელიმე ღვაწლი. ეს ჩვენი შესაძლებელი არ არის. აი ამიტომაც ეშვება უძურება. აი როდესაც უშუალოდ ავიღოთ ჯამთელად ვართ, აი კარგად ვართ, არაფერი არ გვაწუხებს. მაშინ ერთგვარად ჩვენი სისუსტეების გამო ამ პარტავნება გვიპყრობს. აი თავი გულადი გონია, მამაცი, ყველგან წახვალ, რასაც გინდა იმას გააკეთებს, ხებს აჯობებდა. ასე შემდეგ და აი ესე მოგავ შენი თავი რო იტყვი და ამ დროს ერთი და სინდაბლე არ გახსენდება. აი ასეთ დროს ადამიანს ეშვება ავადმყოფობა, რომ თავისი ნამდვილი მდგომარეობა აჩვენოს ღმერთმა ადამიანს. და მართლაც ჩვენ ღვთის მადლი რომ არ გვეწეოდეს, აი მაცოცხლებელი მადლი. სინამდვილეში ვართ ის, როდესაც აი დაუშვათ სიცხე გვაქვს 40 და ფეხზე ვერ დგებით და ლოგინზე ვწევთ. არაფრის თავი არ არის. აი ის არის ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა. აი ეს ხარ ადამიანი, აი ღმერთი გეუბნება ამ დროს. და ეს მართლაც ზოგჯერ კარგია. რომ სინანული მოგივიდეს და იმ სარეცელზე მაინც შეიდანო და ღმერთი გაგახსენდეს. აი ის არის ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა. ეს კი არა. ეს უფლისწყალობაა. რომელსაც სათანადოდ, სასიკეთოდ ვერ ვიყენებთ და რაღაც ამპარტავნებისათვის და რაღაც ავის საქმეების გაკეთების გამო ვიყენებთ ამას. ამიტომაც გვამდაბლებს უფალი. და განიკურნა ეს ჩვენი უძური ადამიანი. ამ ეპიზოდიდან ჩვენ წმუნდებით, რაოდენ მოსიყვარულია, რაოდენ აი როგორ გითხრათ, ყურადღებიანია თუ შეიძლება ასე ითქვას. თუნდაც იმ ცოდვილი ადამიანის მიმართ ღმერთი. აი რა სიტყვები უთხრა უფალმა, შვილო, მოგეტევნე შენ ცოდვანი შენ. აი როგორი მოგიერებითა და ღვთაებრივი სიყვარულით მიმართავს ღმერთი ადამიანს. და მართლაც ეს ხმა
გაისმის თითოეული ჩვენთაგანის მიმართ, მაშინ, როდესაც ჩვენ რა დიდი ცოდვებიც არ უნდა გქონდეს, მოვალ ტაძარში, უცბელად აღსარებას ვიტყვით და შევინახოთ. აი ეს სიტყვები, აი უხილავად ამას თითოეული ჩვენთაგანის გული იგრძნობს, როდესაც ასერად ამსუბუქდებით და ვიგრძნობთ, რომ აი ის აღარა ვართ, რაც ვიყავით. ის სიმძიმე მოგვეხსნა და გადადო უფალმა გვერდზე. შვილო, მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენი. ეს მაგალითი ქრისტეს იმასაც გვასწავლის, რომ როგორი მობიერები და ყურადღებიანი უნდა ვიყოთ ჩვენც სხვა ადამიანის მიმართ, რომელსაც უჭირს, რომელიც ავადაა, რომელსაც სტკივა რაიმე და რომელიც ჩვენგან დახმარებას ელოდება. მართლაც სიტყვიერ ნუგეშზე ძვირფასი შეიძლება არაფერი არ იყოს ამ ქვეყანაში. შეიძლება ადამიანი წამლით ვერ განიკურნოს და განიკურნოს სიტყვით. ადამიანი ვერ მოკლა იარაღით, მაგრამ მოკლა სიტყვით. და მართლაც ჩვენ ხშირად მოვიწყდება აი ეს მობიერება, თანაგრძნობა, ჩვენს გვერდით უძლურია, ავადმყოფია, იქნება ერთი მიფერება, ერთი სიტყვა, ერთი რაღაცნაირი ასეთი თანაგრძნობისა და სიყვარულის გამოხატვა რამდენად დიდად ღირდეს მისთვის. ნუგეში აი ამ ავადმყოფისათვის. მარტო წამლით არ უნდა ვშველოდეთ, არ უნდა ვკურნავდეთ ერთმანეთს. სიტყვას უდიდესი ძალა გააჩნია. ძალა გააჩნია მაშინ, როდესაც ეს სიტყვა არის ნათქვამი. სარწმუნოებით, უდიდესი თანაგრძნობითა და უდიდესი სიყვარულით. აი ამას გვასწავლის ესე იგი უფალი აი ამ ეპიზოდიდან. მაგრამ თურმე სადაც არის სიყვარული, სადაც არის კურნება, სადაც არის მიტევება, სადაც არის სიკეთე, იქვეა თურმე ჩაბადებული ბოროტება, შური, ღვარძლი. აი ერთმანეთის პარალელურად აი ამ წუთის სოფელში ფაქტიურად ცხოვრობს და მოქმედებს ბოროტება და სიკეთე. შური და სიყვარული. როდესაც აი ეს ადამიანი განიკურნა, იქ ჩასაფრებული ფარისევლები მიუწიოდნენ ქრისტეს, ამხელა სასწაული მოყვა. არ გაეხარდათ ადამიანის განკურნება. ამხელა შურია, ამხელა ბოროტება. არ გაეხარდათ იმის გამო, რომ ის გააკეთა ქრისტე, რასაც ვერ ჩადიოდნენ ისინი. და უფალმა, როდესაც უთხრა სიტყვები, რომ მიგეტევნენ ცოდვანი შენია, აი ვიდრე განკურნავენ, ისინი მიცივდნენ უფალთან და დაუწყეს გმობა, რომ შენ ვინ ხარ ესეთ სიტყვებს რო ამბობ. აი ამ სიტყვების თქმის უფლება, ანუ ცოდვების მიტევების უფლება არის აქვს მხოლოდ ღმერთს. ესე იგი ქრისტეს გმობდნენ და ეუბნებოდნენ, შენ ღმერთი არა ხარ. შენ ხარ ადამიანი. არა გაქვს უფლება ადამიანს უთხრა ეს სიტყვები. იცოდა უფალმა მათი გულის რახვები იმისათვის, რომ თავისი სიტყვის ჭეშმარიტებაში, აი ეს უგუნური და ბრმა ფარისევლები დაემჯერებინა, ასე ვთქვათ. ამიტომაც მოახდინა ეს სასწაული. ძალიან ადვილია ეუბნებოდნენ აი ეს ფარისევლები ქრისტეს, რომ მიარო ახლა შენ ხალხში, ვისაც მოგინდება ადამიანს უთხრა, მიგეტევნე შენ ცოდვანი შენი, აბა შენც მიგეტევა ცოდვები, შენც მიგეტევა, ამით დაიმსახურებ ხალხში დიდ პატივს, თაყვანისცემას, ყველას უხარია თქმა უნდა, რომ დადიოდეს ადამიანი და გეუბნებოდეს, აბა მიგეტევა. ეს ძალიან ადვილია. აი რითი დაგვიმტკიცებ, რომ შენ გაქვს ჭეშმარიტი ხელმწიფება ამის. აი ამის დამტკიცებისათვის, რომ უფალს ნამდვილად ჰქონდა ხელმწიფება, არა მხოლოდ სიტყვის თქმისა, არამედ თავისი ღვთაებრივი ძალით, საქმის აღსრულებისა და მიტევებისა, ამიტომაც მოახდინა ეს სასწაული. ჩემი სიტყვები არის არა მხოლოდ ცარიელი სიტყვები, რაღაც კეთილშობილებით ან სიყვარულთან თანაგრძნობით ადამიანებზე ნათქვამი, არამედ ჩემი სიტყვები არის ჭეშმარიტი სიტყვები, რომელსაც მე თქვენთვის ცოდვილი ადამიანებისათვის ხილული სასწაულითა და საქმით გამოვხატე. ამიტომაც მათ თვალწინ უთხრა აი ამ დაავადებულ ადამიანს, აღიღე ცხედარი შენ, ადექი და გაიარე. როდესაც აი ეს სასწაული მოხდა, ფარისევლებმა ხმა ვეღარ ამოიღეს. იმიტომ რომ მათ თვალწინ ცხადი სასწაული მოხდა. დარწმუნდნენ ისინი იმაში, დარწმუნდნენ თუ არა ეს სხვა საკითხია, დაინახეს რომ უფალს მართლაც შეეძლო ცოდვების მიტევება, არა მარტო მიტევება, არამედ ადამიანის ესე იგი განკურნება. აი ამ დავდომილი ადამიანის განკურნებითა და სასწაულით უფალს უნდოდა იქ შეკრებილი აი ამ ურწმუნო საზოგადოების სულიერი განკურნება. მიაღწია თუ არა ეს უფალმა ეს სხვა საკითხია. თუ ვერ მიაღწია, თუ ვერ მოხდა ეს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ მათ არ უნდათ განკურნება. მათ არ უნდათ აი ამ სასწაულის დაჯერება. მათთვის მოახდინა ეს სასწაული უფალმა საჯარო, თუ შეიძლება ასე თქვა, სახალხო, თორემ ცალკეც განკურნებდა და უფალი ყოველთვის გაურბოდა საერთოდ ქებას დიდებას ხალხისაგან. და ყოველთვის ეუბნება და რომ ესა თუ ეს სასწაული არ თქვათ, იმიტომ რომ არ უნდოდა უფალს დიდება და პატივი, მაგრამ
ამ შემთხვევაში უფალს უნდა რომ რაღაცნაირი ორი სასწაული, ორი კურნება მოხდარიყო. ჯერ ერთი იმ დამდგომილის კურნება და უფრო მნიშვნელოვანი იმ ურწმუნო ერისა და ურწმუნო საზოგადოების კურნება, რომელსაც ქრისტესი არ ჯეროდა. და მართლაც რა საშინელება, საზოგადოება, ხალხი, მასა, ერი, რომელსაც წმენა არ გააჩნია. რომელიც მხოლოდ აი აქვე მიწიერით საზურავს ყველაფერს. მხოლოდ ხილული თვალით იპურება. და აქვე აი ამ წუთის სოფელში სურს მისაგებელი. საჭმელი, ცასმელის, სიმდიდრეც, პატივი და სხვა არაფერს არ დაეწევს. ერთ სიტყვით საშინელებაა, როდესაც საზოგადოებას ადამიანებს მეთი არ ჭირდება. არ ჭირდება, იმიტომ რომ ისინი შეეჩვიან იმ ცოდვას. და მართლაც ესე არის, რა შევადაროთ, ბნელ ოთახში რომ იჯდეს ადამიანი, მაყოფილი თავისი აი ამ შაუბნელი მდგომარეობით, უცებ რომ შეხვიდე და ანთებული სანთელი შეიტანა. და ადამიანმა უცებ ეუწყოს თავს, არ მინდა მომაშორე წაიღე იქეთ. აი ესეა, როდესაც ცოდვაში ჩაფლული შეჩვეულ ადამიანს ეუბნები, მოდი ტაძარში, მოინანიე, რაღაც გამოსწორდი, რაღაც მოიქეცი, დაანებეთ თავი ამ ყველაფერს, არა ის ხელკრავს და გეუბნება, დამანებო. მე აი ესე მინდა. აი ეს არის ყველაზე უკიდურესი დაცემა, ასე ვთქვათ, ადამიანისა. საერთოდ ჩვენ ღმერთთან ურთიერთობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სულიერ საფეხურზე ვიმყოფებით. ყველანი, მეტნაკლებად. აი, კარგი და უკეთესი სულიერი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის სარწმუნოებით, ღვთის სიყვარულით, მადლიერებით, ლოცვით და ეკლესიურად საერთოდ ცხოვრობს. ეს კარგი მდგომარეობაა. მერე, როდესაც ადამიანი ვარდება უკეთესობაში და სხვა გამოსავალი აღარ არის, წიგნის აღარ ჯერა, ქადაგების აღარ ჯერა, ეკლესიის და საერთოდ თავისით ვერ აკლებს წას, უფალი იძულებითი საშუალების საფუძვლად უჩვევს ამათვემ სასწაულს. კივილიდან დაწყებული ნებისმიერი სხვა რაღაც ესეთი ბუნებრივი მოვლენით დამთავრებული. სასწაული ეშვება ჩვენს. სასწაული იმიტომ, რომ ადამიანი დაფიქრდეს და გამოფხიზდეს და ბედნიერი ადამიანი, რომელიც სასწაულის შედეგად მაინც რაღაც უცნაური გამოსაფხიზლებელი მოვლენის შედეგად მაინც მოიქცევა. ეს მეორე საფეხური უფრო დაბალი სიტყვა. ამაზე უარესია, როდესაც ადამიანის წინაშე სასწაული ხდება, აი აშკარად რაღაც ხილული ნიშანი ეძლევა ღვთისაგან. ადამიანს ამის დანახვაც და ამის გაგონებაც, აი ამის აღქმის უნარიც აღარ აქვს და აღარ უნდა. აი რამდენი შემთხვევა არის ესეთი. აი ესეთ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნით. აი რამდენი ნებისმიერი ავიღოთ თუნდაც ნებისმიერი მიწიერი საქმიანობა და უშუალოდ ადამიანს პანას თესავს და მოყავს და საქმიანობს, მიწაზე მუშაობს. ნორმალური მდგომარეობა პირველ როდესაც ადამიანი კურთხევით თესავს, იმკის მიიღებს აი ამ ნაყოფს, მადლობის ჭამს, არც მოწყალება და გაჭირებული ავიწყდება და ასე შემდეგ და მადლობელია ღმერთის და ბედნიერია თავის ცოტა იქნება თუ ბევრი. მეორეა, როდესაც დაუშვათ აი ამ საქმიანობის დროს რაღაც ღვთისგან სასჯელი მიეცემა, აი სიტყვა მოვიდა, ან რაღაც წყალი მოვარდა, ერთ სიტყვით რაღაც ესეთი დაეშვა მასე განსაცდელი. აი მაინც კარგია მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დაფიქრდება და იტყვის, რატომ მოხდა ეს? აი რატომ ჩავარდი ამ განსაცდელში? ესე იგი უფალმა რაღაც ნიშანი მომცა, რომ ეტყობა სულში შინაგანად სწორად ვერ ამაქვს ყველაფერი. არ ცხოვრობ ისე ღვთიურად. აი ამ უფალმა აი ამ ხილული ნიშნი, პატარა განსაცდელი დამაფიქრა, ის მოვა დაფიქრდება, დაანალიზებს თავის მდგომარეობა, თავის შეცდომას იპოვის, მოინანიებს სწავლა და ესე გააგრძელებს თავის საქმეს და მადლობელია ღმერთის. და მესამე უკიდურესი დაცემა ადამიანის, როდესაც იგივე ტრაგედია, იგივე განსაცდელები, რაღაცა ბუნებრივი თუ შინაგანი შემთხვევა, რაღაც ზარალს მიიღებს, ვერ დაფიქრდება. კი არ იტყვის იმას, რომ აი ღმერთმა რაღაც ნიშანი მომცა, არა. ატეხავს რაღაც გინებას, აღიზიანდება, წევლას, ასე შემდეგ და ამბობს რტვინით, რომ რატომ დამსაჯა ღმერთმა, მე ხომ ესეთი მართალი კაცი ვარ, რატომ აქვს სხვაზე ნაკლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შემდგომ აი ეს გააღიზიანებას, სხვასო ვერაფერს ვერ იპოვის. გადააქვს სხვა ადამიანზე, მეზობელზე, ახლობელზე, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. აი ეს არის უგუნურება, სრული დაცემა ადამიანის. როდესაც უფალი მოგიწოდებს, იმის უნარიც არ აქვს, თვალით გააფიქროთ და ინებოს ღმერთმა, რომ აი ამ განსაცდელით, რაც ჩვენ ერთზე არის დაშვებული. ჩვენ ესე
მარტო საკუთარი თავიდან გამომდინარე არ უნდა ვიცხოვრო და არ უნდა გავსაჭრო. ერი ვარ. ქართველები ვარ. ან თუნდაც ერთი მრევლი ვარ. ერთი სამცხო ვარ. ერთი სანათესაო, ერთი უბანი, ერთი ქალაქია. ირგვლივ უნდა მიმოვიხედო და ვთქვათ, რომ ყველანი მეტნაკლებად ერთი ტკივილითა და ერთი განსაცდელით ვისჯებით. მთლიანად. რატომ ხდება ეს ყველაფერი? ბედნიერია ის ხალხი და ის ერი, ვინც აი ამ საერთო განსაცდელის ჟამს, მიზეზების ძიებას დაიწყებს. არა სხვაგან, დაუშვათ საზღვარ გარეთ, ვიღაც სხვაში, შეიძლება თუნდაც მთავრობაში და ასე შემდეგ. არა, ყველა რომ დავიწყებთ აი ამ განსაცდელისა და ავადმყოფობისა და უბედურების მიზეზის ძიება საკუთარ თავში, აი იქ რომ ვიპოვით, რომ გამოვსწორდებით, რომ შევინანებთ, აი ისერი არის ბედნიერი გადაცვა. ისერი მალე გამოვა განსაცდელისგან, რაც უფრო მალე მოხდება საკუთარ თავში. აი ამის გაანალიზება. ყველანი ავათავართ დაუშვათ. ყველანი ცოდავთ. ყველანი რაღაცას ვაშავებთ. ყველა ვაკლებთ სინანულს, ლოცვას, მარხვას, გამოსწორებას, ეკლესიურ ცხოვრებას. აი მაშინ, რაც უფრო მალე მოხდება ეს, რომ დადგება ჩვენი კურნების ჟამი. სულიერი და ფიზიკური კურნების ჟამი. ჯერ უფალმა ავადმყოფი სულიერად განკურნა, ანუ მიუტევა ცოდვები. მერე უთხრა, ეხლა შენი ავადმყოფობაც მორჩენილი არდექი და იერებს. ვიდრე არ მორჩება ჩვენი სულიერი ავადმყოფობა, ანუ ტკივილები, ანუ ცოდვები, ისე აი ამ გაჭირებას ერთი არ აგვარებს და მადლობდეთ უფალს პირიქით, რომ ესეთი განსაცდელი და ტკივილი არის დაშვებული. რომ აი ამ გაჭირვებით, აი ამ რაღაც ხანდახან მწარე, ხანდახან სისხლით, ხანდახან ნომით, ხალი გვაფხიზლებს კიდე და კიდე გვიჭერს. თორე ვინიცით რას ვიზამდით, ჩვენი სულიერი თურმე. მივიდა პატრიარქთან და რაღაც ესე იგი პიროდა და განიცდიდა და ესე იგი კითხა პატრიარქმა რა არის რა გაწუხებს ტკივა რაიმევა რაღაც არა არაფერი ძალიან მშვენიერად ცხოვრობ. არც სულიერად, არც ფიზიკურად, აი მართლა კარგად ავარ რა ამას. აბა რა გატირებს? რაღაცა მგონია რომ ფალმა დამივიწყავ და რატომ მგონია ესე? იმიტომ რომ განსაცდელები და ტკივილი კაი ხანი არ ქონია. ხედავთ აი რას ფიქრობდა ადამიანი. ერთმა ხომ არ დამივიწყავა. ფიქრობდა რომ ნუ თუ არაფერი არ მაქვსო, ისეთიო რომ ღირსი არა ვარო, რაიმე მეტკინოსო, რაიმე ტკივილი შემთხვევასო, რაიმე დანაკლისიო. საერთოდ ხომ არ დავავიწყდი ღმერთსო. ფიქრობდა ამას. რატომ არ მომხილებს უფალი? ხედავთ, აი გონიერი ადამიანი, აი ამას განიცდიდა. უგუნური კიდევ პირიქით ფიქრობს, ამ ქვეყნა დააწყობს ხოლმე გეგმას ბედნიერებისას, არაფერი არ ატკივდეს, არაფერი არ მოშივდეს. ყველაფერი კონდეს, მთელი სოფლიო დაიპყროს და მაინც არ იქნება მოგოს მოყოფილი. აი ესეთი ადამიანი სულ. ვერთმა დაგლოცოთ, ვერთმა გაგახარო, ვერთმა მშვიდობა, სიხარული, ბედნიერება. არ მოგაკლოთ და მოგანიჭოთ უფალმა, უპირველეს ყოვლისა, ჯერ სულიერი კურნება, მერე მოგანიჭოთ უფალმა თქვენი ფიზიკური და ქვეყნიური ბედნიერება. და იყოს სახელი უფლისა, კურთხეულ ამიერიდან და უფლისამდე. ვერთმა დაგლოცოთ, ვერთმა გაგახაროთ და მრავალს დაესწროთ.